რა ვიცი, ამ გემის იმედით ვქონათ, მოსავლის იმედით ვცხოვრობთ. დღე-დაღამე ყანებში ვართ, უმუშევრები ვართ, პენსია არა, ხელფასი არა, დახმარება საერთოდ არაფერი. ვართ გაჭირვებული. განადგურებული ბოსტნეული და ხეხილის ბაღები, მოშლილი ინფრასტრუქტურა და დახოცილი ფრინველი. ასე გამოიყურება ადიგენის სტიქიიდან მეორე დღეს. სოფელ ლელოვანში მცხოვრები გუბელაძეების ოჯახი მათ შორის არის, ვისაც ძლიერმა სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაუნადგურა და შინაური ფრინველი დაუხოცა. საცხოვრებელი სახლის სახურავი და ფანჯრები კი მნიშვნელოვნად დააზიანა. 14 სექტემბერს დაფიქსირებული ძლიერი სეტყვისა და ქარის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი სწორედ სოფელ ლელოვანის მაცხოვრებლებმა მიიღეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთრის სარჩოს გარეშე დარჩნენ. ყანები სულ მოსპო, წვიმად ჩამოვიდა სახში, ფანჯრები დამიმტვრია, აგერ მინები სულ დამტვრეული არის. პადვალი სახში რო წყალი ჩამოვიდა, პადვალი ქვეშ მაქვს და სულ გაივსო პადვალი. 11 სული ქათამი მყავდა, მომიკვდა ეს. დიდი სეტყვა მოვიდა, რაც აი ამისთან არავის უხუცესებსაც არ ახსოვთ, იმისთანა რაღაცა იყო. აღარაფერი აღარ არსებობს, არც ხეხილი, არც ბოსტანი, არც არაფერი რა, საერთოდ რასაც შეეხება სეტყვა მოსპო, ყველაფერი გაანადგურა. ხალხი იმის იმედია, კრედიტებია გამოტანილი, შიფრები გადაახადა სახლებს. აი რა შეიძლება რო თქვა, დავჭით, რა ვიცი, აი შრალად, რომ ლუკმაპური მოგვენატრება ალბათ, აი რისი იმედით. 100%-იანი რბილი სიტყვა არის კიდე დარება რომ მოვახდინოთ, როგორი ზარალიც გვაქვს მიღებული. აღარც საჭმელად ვარ გაღარაფერი, გვაქვს ბანკის კრედიტები, პირადად მე სტუდენტი ბავშვის პატრონი ვარ, როგორ უნდა გადავიხადო რითი, ან ბანკის კრედიტი, ან ჩემი სტუდენტის შვილი როგორ უნდა ვასწავლო, ან ოჯახი როგორ უნდა ვარჩინოთ, რა უნდა ვჭამოთ, რა უნდა ვქნათ, აზრზე არა ვარ. ვიყავით ამის იმედად რა. რაც ვიშრომეთ და რაც ვიწვალეთ, ხო, უმუშევრები ვართ და ვართ კრედიტის ამარა. მეტი არაფერი. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია 14 სექტემბერს ღამითვე შეიქმნა. სტიქიისაგან განადგურებული სახლები და ბაღვაინახები მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოინახულა. აკაკი მაჭუტაძის შეფასებით მუნიციპალიტეტში მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, მომხდარზე რეაგირება ზარალის დათვლისა და შედეგების შესაბამის უწყობებში გადაგზავნის შემდეგ მოხდება. ხალხი არის უკიდურესად აი გაჭირვებულ მდგომარეობაში იქიდან გამომდინარე, რომ ეს სარჩო საბადებლის იმედი ჰქონდათ. დღეს მდგომარეობით ადიგენის მუნიციპალიტეტში შექმნილი არის ორი სამუშაო კომისია, ინდივიდუალურად ყველა ოჯახში მივლენ და შეისწავლენ მდგომარეობას და ზარალს დაადგენენ უკვე ციფრებში გამოსახულს რა. ვიცით, რომ ძალიან განადგურებულია, ფაქტიურად 100%-ით არის მოსავალი განადგურებული. კომისია შექმნილია 10 კაციანი შემადგენლობით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, დაახლოებით 2 დღის განმავლობაში წარმოდგენა გვექნება თუ რა ზარალთან გვაქვს საქმე. ადიგენში ძლიერი სეტყვა და ქარი 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის 9 სოფელი დაზარალდა. სოფლების კახარეთის, დიდი და პატარა სმადის, ჩორჩნის, სამყრეს, ამხერის, ლელოვნის, იმერთუბნისა და ღორძეს მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა. სოფელში სანიაღვრე არხები მოწესრიგებული რომ ყოფილიყო. უხმა ნალექმა დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები და დატბორა სარდაფები. დაახლოებით 6 საათი იქნებოდა, რომ უცებ წამოვიდა სეტყვა. სეტყვა იყო ისეთი ძლიერი, რომ დააზიანა შიფერი, სახლში წყალი ჩამოვიდა, ბათქაში დააზიანა. დაბლა მთელი სოფლის წყალი გამოიქცა აქეთ, შევიდა სარდაფში, თუ კი რამე იყო, ყველაფერი გააფუჭა. აგერ ეტყობა თვითონაც, რომ ნიაღვარმა როგორ დააზიანა, ხოლო მოსავალი ასაღები რაც იყო ხეებზე, ხომ აღარაფერი დატოვა. აგერ ბატონო სულ გაგვანადგურა. მოსავალი განადგურა, მთლიანად ჩამოყარა სულ ყველაფერი. ძალიან დიდი სეტყვა იყო, ამისანა სეტყვა მე მგონი არ გვახსოვს ჩვენ. ხო და დაამტვრია, მერე პადლებში წყალი შემოვარდა, შიფრები დაგვიმტრია. სეტყვის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ინფრასტრუქტურაც, როგორც ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რამდენიმე სოფელში ჩაიხერგა მისასვლელი გზები. სტიქიის ზონაში ამ დროისათვის სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისიის 10 კაციანი ჯგუფები 2 ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობენ. გამგებლის განმარტებით კომისია მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს.